მოგესალმებით ჯულფასო სვენელებო და მეგობრებო. ახლა მე მინდა თქვენ შემოგთავაზოთ ჯო დისპენზას ვიდეო, სადაც ის წარმოგვიდგენს სქემას სამ განზომილებიანი მატერიიდან, როგორ უნდა გამოვიდეთ კვანტურ ველში. სხვათა შორის ძალიან საინტერესო ვიდეოა, თემაა. და ეს ვიდეო წარმოგვიდგინა არხმა სამირ ფხაგავანმა. ძალიან საინტერესო ვიდეოა. მას დავიწყოთ. და ვიდეო იწყება ბატონი ჯო დისპენსის გამოსვლით, მაგრამ ეს სულ თავიდან არ დავიწყებ, რადგან ბატონი ჯო ამბობს, რომ ჩვენო სწავლობდითო, თუ როგორ შეიძლებაო რეალობის ბუნებაზე გავლენის მოხდენა და ჩვენ ასე ვთქვათ, გადავახეთო დიდი მდინარე. მე მინდაო ახლაო დრო დავუთვო, რაღაც რო დავუთვო და სწავლებას, რაღაც რო დავუთვო სწავლებას, რომელსაც ადამიანები რამდენიმე თვის განმავლობაში იღებდნენ ამ სწავლებას და განასახიერებდნენ თავის შედეგებს და იძლეოდნენ ღრმა შედეგებს. როდესაც მოდის ისეთი მომენტები ჩემ ცხოვრებაში, როდესაც მე ვერ პოულობ პასუხებს ჩემთვის, როდესაც ყველაფერი, რასაც მე ვაკეთებ, არ მუშაობსო, მე ფიქრობო, რომ უნდა იყოსო რაღაც შესაძლებლობა კვანტურ ველში, რომელიც არსებობსო, ანუ გამოსავალი არსებობსო, რომელზეც ჯერ არ ვფიქრობდიო და თუმცა მე პასუხი არ ვიციო, მე უნდა გადავადგილდეო გამოუცნობელში და დარბაზში სტომებს თხოვა აწვიოთო ხელები, თუ ვინ ეჯახებოდაო ამდაგვარ სიტუაციას და რას აკეთებდნო ისინი იმისთვის, რომ დახმარებოდნენ თავის თავს, ან შეეცვალათო ეს თუ ის სიტუაცია. როდესაც მათ უნდათო მატერიის დახმარებით შეეცვალათო მატერია, იწვევდნო ექსპერტებს, კონსულტანტებს, კილერებს და ისინი ყველაფერს აკეთებდნო, რაც იყო მათ ძალაში. მაგრამ ვერავის შეცვალოს სიტუაცია. თქვენგან ვინმე იყო ასეთ მდგომარეობაში, მაშინ მოდი დავიწყოთო უბრალო გაგებიდან ჩვენი ბიოლოგიისო. თქვენი ტვინი ეს არის მეხსიერები ბანკიო. ჩვენ შეგიძლიათ თქვას, რომ ტვინი ეს არისო ან ჩანაწერი, ან წარსულის არტეფაქტი. ბევრი ადამიანი, როდესაც იხუდებინო დილაობით და იწყებენო ახალ დღეს, სრულიად ახალ დღეს, რომელსაც მოაქვსო სხვადასხვა შესაძლებლობები და რომ გამოღვიძებული ადამიანი აკეთებს, რასაც აკეთებს გამოღვიძებული ადამიანი, ის იტევს თავისი ტვინის მუშაობას და აქტივირებას უკეთებს ნეირონულ კავშირებს თავის ტვინში, რომლებსაც აქვთ კავშირი წარსულთან. მას ისინი აქტივირებას უკეთებენ მეხსიერებას, ისინი იწყებენ დღეს იმით, რომ ფიქრობენ თავისი ცხოვრების პრობლემებზე. ეს პრობლემები დაკავშირებულია განსაზღვრულ ადამიანებთან, განსაზღვრულ ნივთებთან, განსაზღვრულ ადგილებში და
განსაზღვრულ დროში და ყოველი ამ პრობლემებისაგან ასოცირდება კონკრეტულ ემოციასთან. მაგალითად, თუ აზრები ეს არის შენი ტვინის ენა და გრძნობა არის შენი სხეულის ენა, ანუ გრძნობები არის შენი სხეულის ენა და ის თუ როგორ ფიქრობ შენ და ის თუ რაც მოვ შენ ქმნის შენი არსების მდგომარეობას და თუ შენ ცხოვრობ ნაცნობი ერთნაირი აზრებით და შენ განიცდი იმავე ემოციებს და ემოციები ეს არის წარსულის ჩანაწერი და ჩვენ შეგვიძლია თქვათ რომ ბევრი ადამიანები იყვნენ დილას ისე რომ მათი არსება აღმოჩნდება წარსულში, ნაცნობ წარსულში და თუ შენი ბიოლოგია იმყოფება ნაცნობ წარსულში, შემდეგი რაღაც რასაც ადამიანები აკეთებენ, ისინი მათ წყურიათ იცოდნენ, ანუ ან ელოდებიან დაგეგმილ მომავალს და ისინი მისწრაფიან შექმნან იმავე გამოცდილება, რადგან შეუძლიათ იცოდნენ ყოველი გამოცდილების დროზე უფრო ადრე. ამდაგრად ისინი ინარჩუნებენ თავის უსაფრთხოებას, სიმშვიდეს, როდესაც იმყოფებიან ისეთ სიტუაციაში, სადაც ყველაფერი ნაცნობია და ელოდებიან რაღაცას. და რამდენად რაც უფრო მეტად თქვენ იცვლებით თქვენ შიგ რაღაც გარეთა მოვლენებასთან დაკავშირებული მოგონებებით, იმ მომენტში, როდესაც თქვენ გრძნობთ ცვლილებას შიდა მდგომარეობისა, თქვენი ყურადღება, თქვენი ტვინის ყურადღება არის დაკავებული და თქვენ კონცენტრირებას აკეთებთ მიზეზზე. იმ მომენტში თქვენ აჩერებთ, ყინავთ სურათს და ტვინი აკეთებს ფოტოებს. ანუ იღებს, ანაწილებს ფოტოებივით სიტუაციას. ამდაგრად ის ეჩტავს განსაზღვრულ წარმოდგენებს და ნეირონულ ხაზებს და ადამიანები იხსენებენ იმ მოვლენებს, ისინი საუბრობენ ამა თუ იმ მოვლენაზე, ისინი ფიქრობენ ამაზე ისევ და ისევ და ყოველ ჯერზე თქვენ პროგრამირებას უკეთებთ და აპროგრამირებთ თქვენ ტვინს განმეორებაზე, ანუ იმ მოვლენების განმეორებაზე. თქვენ აპროგრამირებთ თქვენ ხიდეს წარსულის აღდგენაზე. თქვენ აპროგრამირებთ თქვენ ტვინს, თქვენ აპროგრამირებთ თქვენ ხიდის წარსულის აღდგენაზე. და როდესაც თქვენ საუბრობთ თქვენ პრობლემებზე, ფიქრობთ თქვენ პრობლემებზე, იხსენებთ და ურევთ თქვენ ემოციურ წარმოდგენებს, რომელიც ამუშავებს პროცესს თქვენი და უშვებს თქვენი განპირობებულობის პროცესს. რუსულად ქვია აბუსლოვდენას. თქვენი განპირობება იღებს თავის ფესვებს წარსულიდან. და თუ თქვენ ბევრჯერ აკეთებთ ამას, თქვენი სხეული ატიებს იმ განსხვავების ნახვას რეალური თქვენი ცხოვრების რეალურ გამოცდილების შორის, რომელმაც შექმნა ემოცია და იმ ემოცია შორის, რომელიც იყო შექმნილი თქვენი აზრით. ანუ
რეალური გამოცდილების მხრიდან, რომელმაც შექმნა ემოცია და ემოციის მხრიდან, რომელიც იყო შექმნილი თქვენი აზრით, განსხვავება ხდება, რაც ეგრე განსხვავება არის და თქვენ იწყებთ ამ განსხვავების ხედვას. სხეული ფიქრობს, რომ ის იმყოფება წარსულში, იმავე წარსულში, რომელიც სინამდვილეში უკვე არ არსებობს. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენ უიღბლო ადამიანი ხართ ცხოვრებაში, თქვენ გრძნობთ თქვენ თავს უიღბლო ადამიანად. თუ თქვენ იღვიძებთ, შეგძლებით, რომ თქვენ სულ ახდენთ საკუთარ უიღბლობას ყველაფერში, თქვენ იწყებთ ისევე აზროვნებას, როგორც გავთ გრძნობები. ხალხი ხდება ამ უსაზღვრო ტრიალში, სადაც ისინი ფიქრობენ იმას, რასაც გრძნობენ და გრძნობენ იმასთან ისეთნაირად თავს, როგორც ფიქრობენ. ხომ გესმით ჩემი? ესე იგი, ისინი ფიქრობენ ისეთნაირად, როგორც გრძნობენ და გრძნობენ იმდაგვარად, რასაც ფიქრობენ იმ მომენტში და ამას იმეორებენ სულ უფრო და უფრო ხშირად ყოველდღე და ეს განპირობებული პროცესი აყენებს სხეულს იმავე პირობებში, რომ ის სულ აძლიერებს თავის ემოციებს და სხეული ბუკვალურად ხდება წარსულში. მას თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ახალი მომავალი, როდესაც ებღაუჭებით წარსულის ემოციას. ფაქტით, მოცემული პიროვნება, ასე ვთქვათ, არ ხედავს შესაძლებლობებს თავის მომავალში. ამიტომ ის ხედავს თავის მომავალს თავისი წარსულის ბიოლოგიის მეშვეობით და ამდაგვარი ადამიანი ვერ შეამჩნევს შესაძლებლობებს. ის ეძებს მხოლოდ იმას, რაც მისთვის ნაცნობია, ცნობილია. ის წარმოადგენს მხოლოდ იმას, რასაც ხედავდა. ამდაგვარად კრიზისი, ტრავმა, დიაგნოზი, დაკარგვა, ღალატი და რაღაც ნეგატიური საერთოდ ჩვეულებრივად ხდება იმის მიზეზი, რომ ჩვენ ვიღვიძებთ ხოლმე. და ეს კრიზისი ან რამ სხვა სიტუაცია ნეგატიური, როდესაც ადამიანი აღწევს ყველაზე დაბალ წერტილს, მას მეტი არ შეუძლია არანაირი ხელშეკრულების და მოლაპარაკების შესრულება, როდესაც მას არ შეუძლია მათი ნახვა, იმ ნადენობის ნახვა, როდესაც მას არ შეუძლია მესიჯებს უპასუხოს, ან ატიებს თავისი საყვარელი გადაცემების ყურებას, ის უბრალოდ ჩერდება და იწყებს დაკვირვებას და ანალიზირებას იმისა, თუ როგორ ფიქრობს. ის იწყებს შემჩნევას, ანუ ამჩნევს თუ როგორ მოქმედებს, ან როგორ მოქმედებდა. უყურეს თავის ცხოვრებას და ესმის, რომ ის ტანჯვები, რომელიც მან გამოიარა ბოლო წლის განმავლობაში, იყო დანაშაული და მას არ ესმოდა ეს, იმიტომ რომ ეს იყო მისი არსების ორგანული ნაწილი, შეზღუდული ნაწილი, უпростоრად.
ეს იყო მისი არსებობის შეზღუდული ნაწილი. და რას ნიშნავს გახდე გაცნობიერებული? ეს ნიშნავს, რომ გაცნობიერება ამ გაუცნობიერებელი ტვინის მდგომარეობებისა და სხეულის მდგომარეობისა და უკუგდება მათი საკუთარი არსებიდან და ამ პროგრამების გათიშვა. ახლა შენ დგები დამკვირვებელი ამ პროგრამებისა და არა მათი შესრულებელი. შენ ობიექტივობას უკეთებ შენ სუბიექტურ მეს. კი თუ არა? მას ამდაგორად ჩვენ ხვდებით ამ უცხო ტერიტორიაზე, რომელიც ეუცხოვება ბევრ ხალხს და რთული რაღაც რაც გველოდება ყოველთვის ჩვენთაგანს, როდესაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შევიცვალოთ, ეს არ გავაკეთოთ იგივე დღეს, რასაც ჩვენ ვაკეთებდით გუშინ. და მომენტში, როდესაც თქვენ გადაწყვეტათ გააკეთოთ ახალი არჩევანი, მოიქცეთ სხვაგვარად, თქვენ უკვე ტოვებთ იმ უცხო ტერიტორიას. თქვენი სხეული მართავდა თქვენ ტვინს. ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მონა იყო ბატონი. და რა ხდება, როდესაც თქვენ გადაწყვეტათ ამას? სხეული აგრძელებს თქვენ ტვინზე გავლენას და ცდილობს მისთვის ჩვეული პროგრამები შეინარჩუნოს. ამიტომ ახალ ამოუცნო პირობებში, სადაც შენ არ იცი თუ რა მოხდება, ვერ განსაზღვრავ რა უნდა მოხდეს, სხეულის დისკომფორტის პერიოდში სხეული ამბობს, მე მინდა დაბრუნდე უკან იმ გარემოში, რომელიც ჩემთვის იყო ნაცნობი, იმიტომ რომ მე არ ვიცი შემდეგი მომენტი როგორი იქნება და სხეული იწყებს აზრებზე ზეგავლენას. ფაქტობრივად ჩვენ თავში აზრები, ჩვენი საუბარი, რომელიც ჩნდება და უფრო ხმამაღლა ისმის და ჩვენ პასუხობთ ჩვენ ჩვეულებრივ აზრებს, ჩვენი ჩვეულებრივი მოქმედებებით და ეს აზრი ამას უბრალოდ ამ აზრს მივყავართ იმავე არჩევანისკენ და ის არჩევანი იმ არჩევანს უბრალოდ მივყავართ საქციელისკენ, იმ საქციელს მივყავართ იმავე გამოცდილებამდე, გამოცდილება კი ქმნის ნაცნობ შეგრძნებებს და ხალხი ამბობს, ეს არის სწორი შეგრძნება, სწორი გრძნობები, მაგრამ არა. ეს მხოლოდ ნაცნობი გრძნობაა, როდესაც ჩვენ ვუბრუნდებით ცნობილს და კარები იხურება ამ უცნობისკენ, ანუ უცნობისკენ, თქვენ იმისის რომ შეიცვალოთ, თქვენ უფრო მეტი უნდა გააკეთოთ, ვიდრე თქვენი სხეული. თქვენ უნდა გაუკეთოთ დემონსტრირება თქვენ ნების ყოფას, რომელიც ძლიერია, ვიდრე ეს ყველა პროგრამები. და როდესაც ხალხის უმრავლესობა იღუძეს დილაობით და იწყებენ ფიქრს გამოცდილებაზე, რომლის განვლა უნდა თავის ცხოვრებაში, ისინი უკვე განსაზღვრავენ თავისთვის იმ გამოცდილებას, რომელიც მათ ჰქონდათ. ადამიანებისთვის არის ჩვეულებრივი ამბავი დატკბენ თავისი გამოცდილებით, რომელიც უნდა შეიძინონ მომავალში, რომელიც არის დაფუძნებული მათ წარსულიდან. ამდაგვარად აზრს მივყავართ არჩევნისკენ, იგივე არჩევანს მივყავართ საქციელისკენ, იგივე საქციელი ქმნის გამოცდილებას და იგივე გამოცდილება ქმნის ემოციას. ხდება რიგობითი დამტკიცება შენი საკუთარი იდენტურობისა, რომელიც ქმნის
ამავე დროს იმავე აზრებს. თუ თქვენ იღებთ დილას და თქვენ რუტინას მიყვებით, ჩვეულებრივ რუტინას, ჩვენ შეგვიძლია თქვათ, რომ იმ მომენტში, როდესაც თქვენ იხვიძებთ და იწყებთ ფიქრს იმაზე, რომ უნდა წახვიდეთ სამზარეულოში, უნდა გაიკეთოთ ყავა, ჩაი და შემდეგ მიმართავთ თქვენ ყურადღებას მომავლისკენ, თქვენ ხელს შეუშლით თქვენ ცნობიერებას, თქვენი მეს მიღმა. ანუ ესე იგი არის ცნობიერების ერთი წერტილი, ეს ხართ თქვენ. და თქვენ გაქვთ სხვა აზრი თქვენ თავში. წახვიდეთ სამზარეულოში, მოიმზადოთ ყავა ან ჩაი. ეს არის ცნობიერების მეორე წერტილი, ეს სამზარეულო არის ცნობიერების მეორე წერტილი. თქვენ ყურადღებას ამახვილებთ ამაზე და აქედან გამომდინარე თქვენი სხეული იწყებს თქვენი ტვინის შემდეგ, ესე იგი, რასაც თქვენი ტვინი ფიქრობს, იმას აკეთებს თქვენი სხეული. ამავე დროს თქვენ მოძრაობთ სივრცეში. სივრცეში მუშო ის ჩვენ გარშემო რაც არის ყველაფერი სივრცეა. ჩვენ ვართ სივრცეში და ჩვენ მოძრაობთ სამ სივრცეში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. ეს იგულისხმება. და ამავე დროს, როდესაც თქვენ მოძრაობთ ამ სივრცეში, თქვენ შეიგრძნობთ დროს. თქვენ გჭირდება დრო, რომ მიხვიდეთ თქვენ სამზარეულოამდე, ხო? ანუ თქვენ გადიხართ თქვენ სივრცეს, თქვენი ბინის სივრცეს, სანამ სამზარეულოამდე მიხართ, გჭირდება დრო. ესე იგი, თქვენ ქმნით დროს და თქვენ გჭირდება დრო, რომ მიხვიდეთ თქვენ სამზარეულოამდე, ხო? და ამას თქვენ აკეთებთ ყოველ დღე. შემდეგ თქვენ იღებთ ჟღაბს. შემდეგ მიდიხართ სამუშაოზე, იმავე გზით, რომელსაც გადიხართ ყოველ დღე. იგივე ნივთებს, იგივე რაღაცებს აკეთებთ, რასაც აკეთებთ ყოველ დღეს. თქვენი სხეული დრო და ხანის განმავლობაში გადადის ავტოპილოტის რეჟიმზე. და ახლა ის თქვენ მას მიყავხართ ადეკვატურ მომავლისკენ, ხო? რომელიც დაფუძნებულია იმაზე, რასაც თქვენ აკეთებთ წარსულში, ესე იგი, თქვენ ფიქრობთ, რასაც გუშინ აკეთებთ, იმას გააკეთებთ დღეს, იმას აკეთებთ დღეს და იმას გააკეთებთ ხვალ. როდესაც თქვენ ამ პროგრამას ასრულებთ, თქვენ მოძრაობთ თქვენი გენეტიკური ბედის მსგავსად. შესაბამისად, უბრალოდ, როდესაც თქვენ ამას აკეთებთ, თქვენ მოძრაობთ გენეტიკური ბედის შესაბამისად, თქვენი გენეტიკური ბედის შესაბამისად. თუ თქვენ იხვიძებთ დილაობით და არ განისაზღვრებით მომავლის ხილვით, უმეტესწილად შეიძლება ითქვათ, რომ თქვენ რჩებით წარსულთან დაკავშირებული მოგონებების უკან. და თუ თქვენ ამ იდეას იღებთ, თქვენი წვლილი არის იმის ჩანაწერი, თუ რა იყო თქვენთვის ცნობილი თქვენი ცხოვრების განმავლობაში და ამავე დროს თქვენ ქმნით მომავალს იმ მომენტში, როდესაც თქვენ იღვიძებთ დილას და ხედავთ იმავე ხალხს, თქვენ გარშემო, თქვენ მიდიხართ იმავე ადგილებში, თქვენ აკეთებთ იმავეს, რასაც აკეთებთ წინა დღეებში, ამის შედეგად თვით ეს გარემო იწყებს თქვენზე ზეგავლენას, იმაზე თუ თქვენ როგორ ფიქრობთ და როგორ გრძნობთ, რადგან თქვენ ტვინში იქნება ნევროლოგიური ქსელი თქვენი ბოსის შეფარდებაში, თქვენი პარტნიორის შეფარდებაში, თქვენი შვილების შეფარდებაში, თქვენი სამუშაოს შეფარდებაში, თქვენი სახლის შეფარდებაში, იმ ადგილის შეფარდებაში, სადაც თქვენ გძინავთ. ყველა პრობლემები თქვენი ცხოვრებისა, როგორც რუკაზე აღნიშნულია და ჩამოწერილია თქვენ ტვინში. როგორც თქვენი გარემო შედგება ადამიანებისაგან, ობიექტებისაგან, ნივთებისაგან და ადგილებისაგან. და როდესაც თქვენ იწყებთ ურთიერთობას, კავშირს თქვენ გარემოსთან, ზუსტად თქვენი გარემო იწყებს თქვენ გაკონტროლებას. იმის შეფარდებაში, თუ თქვენ რაც ფიქრობთ,
და რას გრძნობთ და აქ არის გამოწვევა ის რასაც თქვენ ფიქრობთ რასაც გრძნობთ ქმნის თქვენ ცხოვრებას ეს არის რეალობის კვანტური მოდელი თუ თქვენი აზრი სიზუსტით ემთხვევა ყველაფერს რაც თქვენთვის ცნობილია თქვენ ცხოვრებაში მას თქვენ უბრალოდ გადაამტკიცებთ ამ რეალობას რასაც თქვენ ფიქრობთ და რასაც გრძნობთ ისევე რადგან ბევრს თქვენგან ეს ესმის ყოველ აზრს აქვს თავისი სისუფთავე ყოველი აზრი გამოიმუშავებს ენერგიას ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ კვანტურ პერსპექტივაზე დაყრდნობით თქვენ ფიქრობთ გეგმავთ იმავე ისეთივე ცნობილ აზრებს და აქედან დიდი ნაწილი დრო ისა რომელსაც თქვენ ქმნით იმავე სიხშირეები იმავე ენერგიას ქმნით და ამის შედეგად თქვენი ცხოვრება შეუძლებელია შეიცვალოს რადგან ერთ და იგივე ხდება თქვენ ცხოვრებაში ამიტომ თქვენი ცხოვრება რომ შეიცვალოს თქვენ უნდა შეცვალოთ თქვენი ენერგიები და არაფერი იცვლება სანამ თქვენ არ შეცვლით თქვენ ენერგიას თუ თქვენი პერსონალობა შედგება იმისაგან როგორ ფიქრობთ როგორ მოქმედებთ რაც გრძნობთ ან პერსონალურად როგორ ქმნით თქვენ შიდა რეალობას მაშინ იმისთვის რომ თქვენ შექმნათ ახალი პირადი რეალობა ახალი ცხოვრება თქვენ უნდა შეცვალოთ თქვენი პერსონალურობა თქვენ უნდა შეცვალოთ ის თუ როგორ ფიქრობთ შეცვალოთ ის თუ თქვენ როგორ იმოქმედებთ და შეცვალოთ ის თუ თქვენ როგორ გრძნობთ ანუ შეცვალოთ თქვენი გრძნობები მაგრამ ხალხის უმრავლესობა ცდილობს შექმნას ახალი ცხოვრება ძველი პერსონალობის ნიადაგზე და ეს ბუნებრივად არ მუშაობს განმეორება ერთ და იგივე რუტინისა ყოველ დღე ერთ და იგივე ფიქრები ერთარი ფიქრები ყოველ დღე ერთარი მოქმედებები ყოველ დღე ერთარი გრძნობები ხანძრილი დროის განმავლობაში იმ დროისთვის როდესაც ჩვენ გავხდებით 34 წლის ჩვენ ცხოვრებას ვთავთ ავტოპილოტზე ესე იგი 94% იმისა რა ჩვენ ვართ ამ მომენტისთვის ჩვენ ვჩებით უბრალოდ პროგრამების კრებული და სხეული ყოველი ჩვენთაგანისა მიფრინავს დაგეგმულ მომავლისკენ ხო დაფუძნებული რომელიც დაფუძნებულია იმაზე ანუ ეს მომავალი დაფუძნებულია იმაზე თუ რასაც ვაკეთებთ ჩვენ მომავალში ისევე ველოდებით რომ ისევე გავაკეთებთ ჩვენ მაპატიეთ დაფუძნებულია იმაზე რასაც ჩვენ ვაკეთებთ წარსულში და წარმოდგენილი გვაქვსო თუ ამას ჩვენ ყოველდღე გავაკეთებთ მომავალშიც ხო ანუ იგივე რუტინა განმეორდება უკვე ავტოპილოტის რეჟიმში თქვენი აზრი თქვენი ყველა აზრები იმყოფება რუტინაში და გეუბნება თქვენ რა უნდა გააკეთოთ ეს ამ აზრებს თქვენ მიყავხართ არჩევანისკენ არჩევანს მიყავხართ მოგცემის მოდელისკენ საქციელსკენ მიყავხართ გამოცდილებისკენ გამოცდილება კი ჩვენ გვაძლევს შედეგს და რა არის ეს გრძნობა თუ ემოცია და უცებ ხდება რაღაც რა დროსაც თქვენ ვერ მიიღეთ რასაც ელოდებოდით საჭირო გრძნობა ან ემოცია ხო თქვენ ვერ მიიღეთ საჭირო გრძნობა რომელიც ამტკიცებს თქვენ რეალობას და ხალხის უმრავლესობა ამ შემთხვევაში თვლის მიუღებელ ჩვეულებრივ ხო არ მიღებულ ჩვეულებრივ შეგრძნებას უფრო არაკომფორტულ გრძნობებზე როგორც სიბრაზე და იმედის აცრუება ხალხი კარგავს პატივის ცემას იმიტომ რომ სხეული აგრძელებს განსაზღვრული ემოციები და გრძნობების
გამოხატვაც, მაგრამ არა ვერ იღებს ძველებურად ვერაფერს და ხალხს უკვე ეჩვენება რომ ისინი ვერ გრძნობენ ვერანაირ კონტროლს იმაზე თუ რას გრძნობენ. ანუ თავის გრძნობებზე კონტროლი თითქოს არ გააჩნიათ და ისინი გრძნობენ რომ თავის გრძნობებზე ვერ ბატონობენ. ამდაგვარად თუ თქვენი პერსონალობა ქმნის თქვენ პირად რეალობას და თქვენ იღვიძეთ ყოველ დილას ფიქრობთ ისევე, მოქმედეთ ისევე, გრძნობთ ისევე და თქვენი გარემო, ხალხი, ობიექტები, ნივთები, ადგილები აკონტროლებენ თქვენი ცხოვრების გრძნობებს და ამით ქმნიან თქვენ პერსონალობას და თქვენ არ შეგიძლიათ ფიქრი, მოქმედება და შეგრძნება თქვენი ასე იგი მიმდინარე რეალობისა და ჩვენ ხედავთ რომ ადამიანი ხტება თავისი ცხოვრების გარემოს მსხვერპლი და ის გეტყვით თქვენ რომ ეს ნივთი ან ეს ხალხი გახდა იმის მიზეზი რომ მე ასე ვცხოვრობ. ხო, სხვას დაუწყებს დაბრალებას. ჩვენ ქმნით სამყაროს, ჩვენ მიღმა იმაზე დაყრდნობით თუ რასაც ფიქრობ და რასაც გრძნობთ. გამოწვევები და პრობლემები ჩვენ ცხოვრებაში იქმნება განსაზღვრული ცნობიერები, გამოწვევები და პრობლემები ჩვენ ცხოვრებაში იქმნება ცნობიერების და არა ცნობიერების განსაზღვრული დონიდან გამომდინარე. ეინშტაინმა თქვა, თუ თქვენ გინდათ გადაწყვიტოთ ეს თუ ან სხვა პრობლემა, თქვენ უნდა ახვიდეთ უფრო მაღალ დონეზე ცნობიერებისა, ვიდრე ის, რომელიც თქვენ შემქმნით, ხო? და ამას ეწოდება ევოლუცია. პრობლემები და პირობები, რომლებიც ჩვენ გვაქვს ჩვენ ცხოვრებაში და ჩვენ უნდა დავდგეთ ამ პრობლემების მაღლა და ამ პირობების მაღლა, ჩვენ ამისთვის გვჭირდება ჩვენ სხეულზე მაღლა დავდგეთ. ანუ ჩვენ სხეულზე ძლიერები უნდა გახვდეთ. კი არ მივცეთ უფლება ჩვენ სხეულს, ჩვენ გვიკარნახოთ, როგორ მოიქცეთ და როგორ ვიცხოვროთ, არამედ ჩვენ უკარნახოთ ჩვენ სხეულს, რა უნდა გავაკეთოთ. და უნდა გახვდეთ ჩვენ სხეულზე უფრო ძლიერები, ჩვენი გარემოზე უფრო ძლიერები. ანუ არ მივცეთ გარემოს იმის უფლება გმართონ ჩვენ, არ უნდა რეაგირებდეთ და არ უნდა ვიფიქრობდეთ ძველებურად, გარემომ არ უნდა მოახდინოს ჩვენზე გაკონტროლება და ჩვენი გრძნობების და აზრების გაკონტროლება და შემდეგ იმისთვის რომ ჩვენ ნამდვილად შევიცვალოთ, ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ძველებურად ცხოვრება, რომელიც დაფუძნებულია ნაცნობ წარსულზე. ამისთვის კი ჩვენ უნდა ვიმყოფებოდეთ ამ წყოში, ამ წყო მომენტში და ამით ჩვენ შევაჩერებთ ყველა ამ პროგრამებს. თუ პრობლემები ჩვენ ცხოვრებაში იქნება განსაზღვრული, ესე იგი, ცნობიერების ან არაცნობიერების განსაზღვრული დონით, მაშინ აქვს აზრი თქვათ, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ აცნობიერებთ, ცნობთ რაღაცას, რაც იყო თქვენთვის გაუცნობიერებელი, თქვენ ამით ცვლით თქვენი ესე იგი ინფორმირების დონეს. თქვენ ვერ ძლევთ გაცნობიერებული ენერგიის გარეშე. როდესაც თქვენ იწყებთ გაცნობიერებას, ამდაგრად თქვენ იწყებთ უფრო ცნობიერების უფრო მაღალ დონისკენ მოძრაობას, ვიდრე ის, რამაც შექმნა პრობლემა. თუ თქვენ დაიწყეთ ანალიზირება, დაკვირვება, როგორ მოქმედებთ, როგორ საუბრობთ, ამ გზით თქვენ შეგიძლიათ გახდეთ უფრო გაცნობიერებულები, თუ თქვენ ცხოვრობდით განსაზღვრული ემოციებით, რომლებიც თქვენ ამცირებდა თქვენ დამსახურებას თქვენი თავის წინაშე,
როდესაც თქვენ გქონდათ ენერგიის დაბალი დონე, რაც თქვენ გაიცულებდათ, როგორც ნივთი და როგორც დაბალი ენერგია, ყოფილიყავით განცალკევებული თქვენი დაუშვა რაღაც ნივთისაგან, რაღაც ოცნებისაგან და თქვენ უცებ ზიხართ და ნათლად ხედავთ და გესმით, რომ თქვენი გზნობები და თქვენი სხეული გადის ამ გზნობების და შეგრძნებების სხვადასხვა ხამებს და თქვენ დამეთანხმებით, რომ როდესაც შეამჩნევთ ამდან რაღაცას თქვენ თავზე, თქვენ უყურდებით სხეულით პატარა, მაგრამ უფრო გაცნობიერებული, ხო? თქვენ მიწევთ უფრო ცნობიერების უფრო მაღალ დონისკენ და ის რითაც თქვენ იყავით დაკავებული, დაუშვათ მთელი კვირა სიამდვილეში თქვენი ცხოვრება იცვლება, შეიცვალა მასთან შედარებით. და რაც უფრო ძლიერია ემოციები, რომელსაც ხალხი ქმნის პრობლემებიდან გამომდინარე, რომელსაც ეჯახებიან, მით უფრო აქცევენ ისინი ყურადღებას ადამიანს, რომლებმაც ეს პრობლემები შექმნა. და ჩვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ ამდაგვარად თქვენ სასიცოცხლო ძალებს აძლევთ იმ ადამიანს, რომელიც თქვენ გიქმნით პრობლემას. იმიტომ რომ სადაც არის თქვენი ყურადღება გადამიცემართებული, იქეთკენ იმ სამართით ხარჯავთ თქვენ ენერგიას. ამდაგვარად თქვენ იმ ადამიანს, რომელიც გიქმნით პრობლემას, აძლევთ თქვენ ძალას, რომელიც თქვენ თვითონ ჭირდებათ, იმისთვის რომ შეიქმნან ახალი რეალობა. მე ვეთანხმები ამ კაცს. ერთი გმური იყო, ჩვენთან 3 თვე ცხოვრობდა, ბებია. თავიდან მეწოდებოდა და შვიდით ამოვიდა ხარში. მერე დაიწყო წარამარა 24 საათი ლალის გაიძახოდა. მერე ეშვაკი ქალი აღმოჩნდა, დავინახე ბევრი რამ, მაგრამ რადგან დედის ტოვა იყო თვითქმის და ნავარიელი იყო და დახრილი დადიოდა, თავიდან ხომ ეწოდებოდა და მერე დისტანცირება დავიწყე, მაგრამ ამ 3 თვის განმავლობაში ამოწოვა ჩემი ენერგია პირდაპირ გაგებით, გეუბნებით. მე დღის ბოლოსთვის ძალა არ მქონდა. ვამპირი იყო ენერგეტიკული. გეუბნები და თავი მოვიკატო და რო ვენდური რაღაცა თქვა ისეთი და მოვიმიზეზე ეს არ ველაპარაკობდი თვეზე მეტი. თავი მოვიკატუნე. იცით, მე ამ დროს შევდელი ჩემი ენერგიების აღდგენა, რადგან ის არ იძახოდა ლალის. წარმოგიდგენიათ? მე ამას შევეჯახე ჩემ ცხოვრებაში. შორის ხალი გადავიდა და მეც ამოვისვიხე საბოლოოდ. იმდენად წრუპავდა ჩემ ენერგიას. არ მეშვებოდა. არიან ასეთი ადამიანები და წარმოგიდგენიათ, თუ ასეთი ოჯახის წევრები არიან, რომლებიც ოჯახის წევრებს ხო ვერ ცხოვრებიდან ხო ვერ ამოშლი, თუ ოჯახში ცხოვრობს, ერთი ჭერის თქოს თუ ცხოვრობ მაგათთან, მასეთ ადამიანებთან, მართლა ცოტა რთულია დისტანცირება. ხო, და ამ დროს ასეთი ადამიანები თქვენ გართმევენ ემოციას და ეს ემოცია იცვლება ნეგატიური ემოციით და თქვენ ვარდებით დაგეგმილი თქვენი გეგმის მიხედვით ვერ მიდიხართ. როდესაც თქვენ იწყებთო თქვენ პრობლემებზე, თქვენი ცხოვრების პრობლემებზე ფიქრს, თქვენი ყურადღება იფანდება. და თუ ეს ასეა, თქვენ გესაჭიროებათ თქვენი ემოციების დაბალანსება. ანუ თქვენი ემოციები უნდა შეამციროთ.
და ეს რომ გააკეთოთ, თქვენ გჭირდებათ არანაკლები ის ენერგია, ვიდრე ენერგია, რომელსაც შეიცავს ემოცია. ესე იგი, თქვენ უნდა დემონსტრირება გაუკეთოთ ნებისყოფას, რომელიც თქვენ სხეულზე უფრო ძლიერია და საკურველია ძალისხმევა საჭიროებს. ეს ცვლილებები საჭიროებს ძალისხმევას. და თუ მეკითხულთო თქვენ დაუბრუნდეთო მიმდინარე მომენტს, თქვენი ყურადღება იყო ამაზე, იქნებაო ამაზე კონცენტრირებული ამ ადამიანზე, ვინც თქვენ გიქმნით პრობლემებს, ან იქნებაო კონცენტრირებული პრობლემაზე, მაგრამ თქვენი სხეული ისურვებს, რომ მიიღოსო ემოციები თქვენი პრობლემებისაგან. თქვენ ტვინს ველებურად დასჭირდებაო ეს კავშირი, აქ ხდებაო ბიოლოგიური სიკვდილი, ხდებაო ნევროლოგიური დისონანსი, არეულობა, ქაოსი თქვენ ტვინში. თქვენში იცვლება ინფორმაცია, იცვლება ენერგია, იცვლება ნევროლოგიური კავშირები, ქიმია, ჰორმონები, იცვლება ექსპრესია, გენების სხეული. ხდება იმ ნაკადში, რომელშიც არის უჩვეულო ყევები, ხდება ცვლილები და ქაოსი, რომელიც ჩდება ამ მიჩვეული პროგრამების გათიშვის შემდეგ, ბევრი ადამიანისთვის ხდება აუტანელი, რადგან მაგათმა არ იციან ამას რა გაუკეთონ. და ამ მომენტებში გამოსავალი ამ მომენტებში გავს ბანალურს და ბანალურს რა, როგორც დაუშვათ ჩავთოთ კომპიუტერი, რაღაცა უყუროთ, რა თქვენ გაინტერესეთ, ან ჩავთოთ ტელევიზორი, დავუყუროთ ტელევიზორს, რომ ეს წამალია იმისი, რომ თქვენ ხელვარება მოიცილოთ და არ იფიქროთ იმ სიტუაციაზე, დაუშვათ არ იცით მომავალში ეს სიტუაცია როგორ იქნება, როგორ ხდება საერთოდ რა სიტუაცია იქნება, ხო? და ამის გამო ჩვენ ვღელავთ, თუ როდესაც არ ვიცით, თუ მომავალში როგორი სიტუაცია იქნება, რასაკვირველია, ვღელავთ. და ჩვენ როდესაც ხდებით დამოკიდებულები გარე სამყაროსაგან, როდესაც თქვენ ამ მცირედ ემოციების მასას, რომლებიც ჭამენ თქვენ ენერგიას, იმ დროს, როდესაც თქვენ ყურადღება ამახვილებთ ცხოვრების პრობლემებისაგან, და ყურადღებას სხვა რაღაცაზე გადაგავთ და არ აფიქსირებთ თქვენი ცხოვრების პრობლემაზე ყურადღებას, ჩვენ უბრუნდებით მიმდინარე მომენტს, როდესაც თქვენ იწყებთ დანგრევას ამ ენერგეტიკული კავშირებისა ყველაფერში, რაც თქვენ ცხოვრებაში გაერთიანებთ. და ამ დროს თქვენი ენერგია მოიმატებს ვიდრე ის ენერგია, რომელიც თქვენ გიჭედათ მონობაში, თქვენი ენერგია, ის ძველი ენერგია გასკდება და თქვენ დაგიბრუნდებათ ენერგიის სახით, ისე ოღონდ უფრო ძლიერი ენერგიის სახით, ქაოტიური ენერგია, რომელსაც სხეული არ იცნობს, გაუმკლავდება
სანამ თქვენ როგორ შექმნათ წესრიგი უწესრობისაგან, ამას გააკეთებს ენერგია თქვენს მაგივრად. ამ მომენტში ადამიანი განიცდის სტრესს. ცხოვრებაში სტრესი ნიშნავს იცხოვრო გადარჩენის რეჟიმში. როდესაც თქვენ ხართ სტრესში და როდესაც თქვენ ცხოვრობთ გადარჩენის რეჟიმში, სტრესის ჰორმონები ავიწროებენ თქვენ ყურადღებას იმ ხარისხამდე, რომ რთულია ფოკუსირება გააკეთოთ თქვენი სტრესის მიზეზებზე. მეც ესეც გადამიტანია ცხოვრებაში. და ახლა თქვენ ყურადღებას უკეთებთ კონცენტრაციას მატერიალურ სამყაროზე. საითაც მიმართულია თქვენი ყურადღება, იქა მიმართული თქვენი ენერგიაც. რადგან ადრენალინის მოძღვევა, რომელიც არის გააქტიურებული სტრესის ჰორმონებით, იმ ხარისხამდე აგრძნებთ თქვენს ხელს, რომ თქვენ იწყებთ ფიქრს ისე, რომ თქვენ ხართ მხოლოდ სხეული. თქვენი ტვინი იმდენად იმყოფება, იმდენად ახსნებულ მდგომარეობაში, რომ ის აქცევს თელ თავის ყურადღებას გარე სამყაროში. გარე სამყაროზე, რადგან გრძნობს, რომ იქედან მოდის საფრთხე. და ახლა, როდესაც ჩვენ სტრესში ვარ, ჩვენ კარგად ნივთებზე კონტროლს, ჩვენ კარგად უნარიანობას წინასწარ განსაზღვროთ რაღაცეები, ჩვენ ესე იგი გვეუფლება ესეთი გრძნობა, რომ მხოლოდ ვარისად იქნება ყველაფერი და ამ გადარჩენის რეჟიმში ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ გავაკონტროლოთ და ასე ვთქვათ, ვიწინასწარმეტყველოთ ყველაფერი, რაც ჩვენ ცხოვრებას ეხება. იმისით, რომ უკან დავაბრუნოთ ყველაფერი. ჩვენ ხტებით სუპერ ფოკუსირებადი. ჩვენ ქვნით არაჯანმრთელ ნეირონულ სამყაროს. ჩვენ ყოფთ ტვინს სხვადასხვა გაყოფილებაზე და ტვინი იწყებს მუშაობას ნაწილები ტვინისა იწყებენ მუშაობას, აი ეს გამოყოფილი ნაწილები დამოუკიდებლად. არადა ერთიანი კავშირი უნდა მოხდეს, ხდებოდეს უпростоრად. და როდესაც თქვენი ტვინი არ არის დაკავშირებული, თქვენც არ ხართ დაკავშირებული. როდესაც თქვენი ტვინი არ მუშაობს სწორად, თქვენც არ მუშაობთ სწორად. ჰორმონების შეტევა, ამ სტრესის ჰორმონების შეტევა ხდება ამ უხილავი ცხოვრების ველისაგან, უხილავი ენერგიის ველისაგან, რომელიც ჩვენ სხეულს გარშემო არის და ამ სხეულს გადაყავს ეს ენერგია მატერიაში. ქრონიკული სტრესი წოვს თქვენ სასიცოცხლო რესურსებს. ამის შედეგად ჩვენ გრძნობთ ჩვენ საკუთარ თავს როგორც მატერია და ნაკლებად გრძნობთ თავს როგორც ენერგია, უფრო გრძნობთ თავს როგორც ნაწილაკს და როგორც ნაკლებად როგორც ტალღას. თქვენ გრძნობთ თქვენ თავს საკუთარ თავს მატერიად და ცდილობთ შეცვალოთ მატერია. არის განსაზღვრული ნივთების რაღაც რაოდენობა, რომლებიც შეიძლება მოახდინო ასეთ მდგომარეობაში. თქვენ შეგიძლიათ კონკური, ბრძოლა, ლიდერობა, манипулირება, კონტროლირება. თქვენ გიწევთ ამის გაკეთება, ამ ელემენტარული მოქმედებების გაკეთება, იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვაქვს განსაზღვრული რესურსები და შესაძლებლობები, როდესაც ჩვენ ვცდილობთ მატერიას შეცვალოთ მატერიით. სტრესის ჰორმონები გვაიძულებენ ჩვენი ფოკუსი შევავიწროთ ობიექტებზე, ნივთებზე, ადამიანებზე, თვითბუნება დამიძნულია მატერიაზე და ჩვენ გვაიძულებს
გვაგზნობინოს, რომ ჩვენ ვართ დისტანცირებული ყველაფრისგან და ყველასაგან. თუ ჩვენ სულთა მატერია ვართ, ჩვენ ხდებით გაყოფილები ყველაფერში. როდესაც თქვენ ცხოვრობთ გადარჩენის რეჟიმში, გადარჩენის მდგომარეობაში ხართ, თქვენ არ აგავთ არც სწავლის თავი, არც აღორძინების თავი, არც თქვენი თავში ჩახედის თავი, თქვენ არ შეგიძლიათ თქვენი გულის გააღოთ, არ შეგიძლიათ სირბილი, არ შეგიძლიათ დამალვა, არ შეგიძლიათ ბრძოლა, ჩხუბი და ხალხი ცხოვრობს ამდაგვარი ცხოვრებით თავისი ცხოვრების 70%-ს. მიახლოებით უпроსტად თავისი ცხოვრების განმავლობაში უმრავლესობა ხალხისა ცხოვრობს ამდაგვარად ამ მდგომარეობაში, სადღაც 70% ხალხისა. და როდესაც ხალხი ხვდება ამ ქიმიის ახეში, რას აკეთებენ? ისინი ირჩევენ ყველაზე ცუდ ვარიანტებს. რატომ? იმიტომ რომ სტრესულ მდგომარეობაში თქვენ ფიქრობთ მხოლოდ ცუდზე და ფიქრობთ იმას, რომ მხოლოდ ვარასი შეიძლება მოხდეს. როდესაც თქვენ ამ გადარჩენის რეჟიმში ხართ და ფიქრობთ ცუდზე, თქვენ უფრო იმატებს შანსები თქვენი გადარჩენისა. ამიტომ თქვენ ირჩევთ უფრო ყველაზე ვარეს რეალობას თქვენ ტვინში და ურევთ ამ აზრებს თქვენ ემოციებს. ემოციები კი განსაზღვრავენ ჩვენ სხეულს წავიდეს შესაბამისად თავისი გენეტიკური ბედისა. გაყოფა ნიშნავს, რომ მე აქ ვარ, შენ იქ და თუ შენ გაქვს სხვა კანის ფერი, თუ შენ წამოადგენ სხვა რასას, შენ არ გამოიყურები ისე, როგორც მე, ხო? მაშინ მე ვიგრძნობ ამ გაყოფას და დაცილებას. ახლა მე აქ ვარ, ეს არის ცნობილებისათი წერტილი, შენ ხარ იქ, ის არის ცნობილების მეორე წერტილი, მაგრამ მე აქ ვარ და მე მაქვს ჩემი ოცნებები. და სად ვინახავთ, სად მიგვაქვს ჩვენი ოცნებები? სადღაც შორს, ამიტომ ჩვენ ლინიურად გრძნობთ დროს, ჩვენ ვაკეთებთ შეფასებას ჩვენ ტვინში. აქ ერთი აპატიეთ, აქ ცნობილების ერთი წერტილია. ჩემი ოცნებები კი ეს არის ცნობილების მეორე წერტილი, სადღაც შორს. და ჩვენ მატერიალურ სამყაროში დასჭირდება ჩვენი სხეულის ასე თქვათ გატანა მთელი სივრცის მანძილზე. ხო, через пространство. ყოველდღე ჩვენ უნდა ვიადოთ სამსახურში, რომ ჩვენი ოცნებები ავიხდინოთ, რომლებიც ჩვენ შევქმნით, იმიტომ რომ მატერია ცდილობს მატერიის შეცვლას. სტრესის დროს თქვენი ტვინი ქმნის არაწყობილ ნეირონულ კავშირებს და ამავე დროს თქვენი გული მუშაობს ძლიერ ადრენალინის გამო, რომელიც გამოიყოფა სტრესის დროს. თქვენი სხეული თითქოს იღებს სიგნალს, გაიქცეს, იჩხუბოს, დაიმალოს, მაგრამ საზოგადოებრივი მორალი გეუბნება შენ არ შეგიძლია ამისგან არაფრის გაკეთება. ამდაგვარად თქვენ გაზ და ტურნუს უჭერთ ერთდროულად, თქვენი გული როგორც ძრავა იწყებს დამატებით აბაროდებს და მუშაობს ძალიან არეულად და როდესაც თქვენი გული არ არის დაკავშირებული, თქვენ თავს უკვე არ ენდობით, თქვენ ატიებთ თქვენ თავში წმენას კარგად, თქვენ ატიებთ გრძნობას, ესე იგი თქვენ მომავლის არჯერა, თქვენი ოცნების არჯერა, იმიტომ რომ ეს ცენტრი აქ არის, ეს ცენტრი, რომელშიც ჩვენ ახლა ვქნით და როდესაც ენერგია შედის ამ ცენტრში, გული იწყებს კავშირების შექმნას, კონკრეტნობის შექმნას, ხო,
ბევრი ხალხი ცხოვრობსო დაბალი ჩაკრებითო, დაბალი ცენტრებითო და ყოველი აზრი, რომელსაც თქვენ ფიქრობთ, ამუშავებს, ყოველი აზრი, რომელსაც ჩვენ ფიქრობთ, ქმნის სიხშირეებს, საჭირო სიხშირეებს, იმასის სიხშირეს და ეს ის არის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ნულოვან ველს, კვანტურ ველს, ერთიან ველს, რომელშიც იმყოფება ენერგია, რომელსაც აქვს კავშირი ყველა მატერიალურთან, ყველაფერ მატერიალურთან. ეს არის ყველაფრის ცნობიერება, ეს არის ერთიანობა, მთლიანობა, უნივერსალური ტვინი, უსაზღვრო ინტელექტი, ყველაფრი და ყველაფერში ამ ნულოვანი ყევების ველი, ერთიანი ველი, წყარო, სიცარიელი, შესაძლებლობა ყველაფრისა, მარადიული, უსაზღვრო, ამოუცნობი საცოცხლო ძალა, ეს ყველაფერი დენა ერთში, ერთიან ველში, მეცნიერებმა ბევრი ძალისხმევა მეცნიერებს ბევრი ძალისხმევა დაუშვა, როდესაც აერთიანებდნენ პრინციპებს და ენერგიებს სამყაროს იმისთვის, რომ აეხსან თუ რომ მატერია არსებობს. ესე იგი ენერგია ამ ნულოვანი ყევების ველიდან, ამ ნულოვანი ველიდან ნელ-ნელა გამოდის სიხშირეების სახით, სანამ არ ახდენს განსაზღვრულ წერტილს. ამ დონეზე ხდება მძაფრი ზრდა, რომელსაც უწოდებენ დიდი აფეთქებას. და ეს ენერგია ხდება გაყოფილი და პოლარიზებული პატერნები მთელი ამ მატერიალობისა არსებობს სინათლის სიჩქარეში და ეს პატერნები ანელებენ ენერგიას იმისთვის, რომ მისცენ ამ ენერგიას სტრუქტურა და ფორმა იმისა, რასაც საბოლოოდ ჩვენ უწოდებთ მატერიას. ახლა ყველას ჩვენთაგანს გვაქვს ღვთაებრივი მხარე, ჩვენი მესი, რომელიც ამოდის იქიდან, რასაც ჩვენ უწოდებთ უნივერსალურ ინტელექტს და ეს ენერგია ჩამოდის ნივთებამდე, შეგრძნების და გრძნობების სამეფომდე და ჩვენ აქ გრძნობთ სამგაზობრებიან რეალობას ამ ჩვენი გრძნობის დახმარებით და ჩვენ ვატარებთ მთელ ჩვენ ცხოვრებას და ამ დროს გვაქვს განსაზღვრული სხეული და ცხოვრობ სადღაც რომელიღაც დროში და ეს ყველაფერი შეადგენს ჩვენ იდენტობას. ხალხი ცხოვრობს თავის ცხოვრების დიდ ნაწილს ყველა ამ მატერიალურ მონაცემებთან ერთად, აი ზუსტად ამ მატერიასთან დაკავშირებულები ისინი განიცდიან ყველაზე დიდ გაყოფას ერთიან ველთან. აქ არის წყარო, თუ შენ ცხოვრობ, თუ შენი სხეული არა, მასე არა, თუ შენ ცხოვრობ როგორც სხეული ლოკალურ სივრცეში და ლოკალურ დროში, ანუ სივრცეთა დროის სივრცის კონტინუუმში, შენ გრძნობ დისტანცირებას შენ შორის, ანუ როგორც ცნობიერება და ერთიანი ველის ცნობიერება. ამდაგრად გრძნობ თავსო. და როდესაც შენ ცხოვრობ სხეულში, სივრცეში და დროში, ეს იკავებსო დროის ხანძლივ მონაკვეთს, სადაც შეიძლებოდა თქვენი ოცნების რეალიზება. თუ თქვენ ფიქრობთ განსაზღვრულ აზრებით და განსაზღვრული აზრები წარმოქმნიან განსაზღვრულ ცნობებს, მაშ აქედან თუ თქვენ იწყებთ ფიქრს ამა თუ იმ ფიქრზე, ამდაგრად თქვენ ინარჩუნებთ ენერგიას ან ემოციას ერთ-ერთ ამ ცენტრებში და ბევრი ადამიანი ფიქრობს ამ ცენტრებით და როდესაც ეს ხდება, ენერგია ინარჩუნდება, ინახება ამ სამ ცენტრში და თქვენი სხეული განაპირობება იმდაგვარად, რომ ის ხდება ტვინი, თქვენ გჭირდებათ ამ ცენტრის გახსნა, იმისათვის რომ დაიწყოთ თქვენი აღორძინებადი პროცესი
ეს არის ერთობის ცენტრი, ეს არის ერთიანობის ცენტრი, ეს არის პოლარობის და დუალობის ცენტრი. თუ თქვენ შეგეძლიათ მიიღოთ თქვენ გულში ენერგია, ესე იგი თქვენ გჭირდებათ ტვინის კონკრეტობა და გულის კონკრეტობა, იმისთვის რომ დაიწყოთ გავლენის მოხდენა რეალობის არსებაზე, იმისთვის რომ დაიწყოთ გავლენის მოხდენა მატერიაზე. ყოველი აზრი, რომელსაც თქვენ ფიქრობთ, წარმოქმნის სიხშირეს და აზრები ბევრი ადამიანებისა, როგორც სიხშირეები ბევრი ადამიანებისა, იმყოფება ამ ზონაში. ახლა ლოგიკურია თქვა, თუ ეს აზრები და სიხშირეები არ გამოდიან მაღალ ზონაში, მას რეალიზაცია ნებისმიერი თქვენი ოცნებისა და ამას დასჭირდება ძალიან ხანძრივი პერიოდი. თუ თქვენ რეაგირებთ პრობლემებზე თქვენ ცხოვრებაში, რეალობა არ იცვლება იმის მიუხედავად, რომ თქვენ რაღაცას ცდილობთ. ყველაფრის მიუხედავად იმის მიუხედავად, რომ თქვენ ლოცულობთ, ან იმედი გაგიჩნდათ, ან ხალხი დაიქირავეთ, ან ხალხი გაუშვით, ან აპატიეთ, ან გააკეთეთ ყველაფერი, რაც თქვენ ჩათვალეთ საჭირო, მაგრამ არაფერი შეცდო. ეს იმიტომ, რომ როდესაც თქვენ უბრუნდებით თქვენ გზნობებს, თქვენ გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად იკავებდით ზოგად აზრებს, რომლებიც ეხებოდა ამ პრობლემებს და რომლებიც თავისთავად ქმნიდნენ საჭირო სიხშირეებს და შესაბამის გზნობებს და ბოლოს თქვენ ქმნიდით იმავე ენერგიას ყოველდღე და თქვენი ცხოვრება რჩებოდა შეუცვლელი. დაფიქრდით ამაზე. პრობლემა თქვენ ცხოვრებაში ამ პირობები, რომელიც არაფრით არ იცვლება, რატო ხდება ასე? თქვენ რეაგირებთ გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, თქვენი აზრით ამ პრობლემასთან დაკავშირებით, ან თვით პრობლემაზე ისევ და ისევ თქვენ ტრანსლირებას უკეთებთ თქვენ ელექტრომაგნიტურ სიგნატურას ველში, მაგრამ თუ თქვენ გადასცემთ ამ დაბალ ვიბრაციულ აზრებს, მაშინ თქვენ გაქვთ ძალიან სუსტი ეფექტი მატერიალზე. თქვენ აკეთებთ ისე, რომ ეს პრობლემა სულ მეორდებოდეს თქვენ ცხოვრებაში. თქვენ ცდილობთ ის შეცვალოთ თქვენი თავით, ხო? თქვენ თვითონ თქვენ ამაში რთავთ თანმიმდევარ იდენტურობას, ბრძოლას ამისთვის. თქვენ არსებობს ფორმულა, რომ როდესაც ადამიანი მთელ თავის ყურადღებას ხსნის სხეულიდან, ის წყვეტს სრულიად თავის ყურადღებას იმ ადამიანებზე, თავის ცხოვრებიდან და იმ ნივთებზე, რომლითაც ის ფლობს. იგივე ტელეფონი, კომპიუტერი, მანქანა, ნებისმიერი ობიექტი, ნებისმიერი მატერიალური ნივთი. ადამიანი ატიებს უაზროდ ფიქს თავის სახლზე, სადაც მას წინათ, სადაც მუშაობს. ადამიანი აგრეთვე არ ფიქრობს, თუ რას ზის ახლა და როგორც ამოჩნია ეფექტი, აქედან გამომდინარე, ადამიანი კარგავს თავის ყურადღებას, მიმართულებას ნაცნობი წარსულიდან დაგეგმილ, ესე იგი, ისეთ მომავალში, რომლის დაგეგმა შეეძლო, მაგრამ ამდაგვარად ხდება მიმდინარე მომენტის წერტილში. და თითქოს ამ ადამიანს ამოაქვს ინვესტიცია თავისი ენერგიის სახით იმ სამგაზომილებიანი რეალობიდან. ესე იგი, აი თითქოს ბანკში წახვდი და შენი თუ რამე თანხა გაქვს ბანკში მოხსენი. აი ამდაგარი სიტუაცია. თავისი ენერგია ხო და ჩადებული როგორც ინვესტიცია ამ სამგაზომილებიან სამყაროში. როდესაც ის ითვლის თავის აზრის მოქმედებას, თითქოს და ის ამ თავის ენერგიას ამ მესამე გაზომილებიდან იბრუნებს უკან და ამ ენერგიას უკვე მოახმარს ერთიან ველს თავის მიმართულებას განვითარებისკენ. ხომ გესმით ჩემი? ადამიანი ხდება არავინ ამ ნივთების მიღმა, ამ სივრცის მიღმა, ამ დროის მიღმა.
მან უნდა გაიაროს ამ ემოციის ფენები, რომლებიც შეიცავენ მოგონებებს, სიხშირეებს, რომლებიც თავის შეიცავენ სხვადასხვა ინფორმაციას და ადამიანმა ზევით ასვლისას უნდა გაიაროს ეს ფენები, რომლებმაც თანდათანობით ააწყო მისი იდენტურობა, ხო? და უმრავლესობამ არ იცის, როგორ უნდა მოახდინოს ეს ახმოვობა ზევით. ისინი აიწევიან ცოტა და შემდეგ ისევ უკან ბრდებიან თავის დაბალ ვიბრაციებისკენ, თავის იდენტურობისკენ და რეალურ პიროვნებისკენ. აი, ეს ის მომენტია, რომელიც მე გადავიტანე. მეგონა წინ წავიდოდი, მაგრამ უკან ვიხეოდი. აი, ზუსტად ეს მომენტია. ასეთი მომენტები ბევრს თქვენგანს ალბათ ჰქონდა. და ბევრი თქვენგანმა ალბათ აიწია ამ სიხშირეზე უფრო მაღლა და მიაღწიეს წერტილებს, სადაც თქვენ გახდით არავინ. სადაც მოხდით სივრცის გარეთ, სამყაროს გარეთ, რაღაც მთების გარეთ, დროის გარეთ. ამას ქვია სულთა ცნობიერება. სადაც თქვენ არას ვცირეთ თქვენ თავს სამ გაზრდილებიან რეალობას და თუ ის სადაც თქვენ მიმართა თქვენ ყურადღებას, სადაც თქვენ მიმართა თქვენ ენერგიას, თქვენ ამდაგვარად ეს ენერგია ამოიტანეთ ისევ და თუ თქვენ დაუშვათ წარსულზე ფიქრობთ და წარსულ წყენებზე, თქვენ ეს ენერგიები მომენტალურად ბრუნდება წარსულში, სამ გაზრდილებიან რეალობაში. თუ თქვენ არ გინდათ, რომ თქვენი ენერგიები ესე იგი მაგნიტივით ყვებავდეს სამ გაზრდილებიან რეალობას, არ უნდა იფიქროთ არც წარსულზე, არც წყენაზე, არც დააკავშიროთ თქვენი თავი ნივთებს, სახლს, ქონებას. კი, ეს ყველაფერი საჭიროა, სანამ ფიზიკურ სამყაროში ვართ, მაგრამ სულიერობაზე უნდა გახსოვდეთ თავარი ისა სულიერობა. თქვენი ინვესტიციები, როდესაც თქვენ გამოდიხართ მესამე გაზრდილებიანი, ასე ვთქვათ, რეალობიდან და ცდილობთ მაღალ რეალობისკენ აიწიოთ, მიმართოთ თქვენი ყურადღება, თქვენი აზრები, ამ დროს თქვენი ინვესტიციები გამოგავთ მესამე გაზრდილებიდან და მიგავთ თქვენ მომავალში. და პირიქით ხდება, როდესაც თქვენ დაიწევით ვიბრაციულად და ამიტომა თითქოს წინ წაიწიეთ, მე იხევით უკან. და როდესაც თქვენ აკეთებთ არჩევანს, თქვენ გადადიხართ უცნობ კვანტურ ველში, სადაც არსებობს სინათლის სიჩქარის არსებობა. ეს აღმოაჩინა ეინშტაინმა, რომელიც უდრის MC2-ზე. ნებისმიერი მატერია, რომელიც მოძრაობს სინათლის სისწრაფეზე უფრო ჩქარა, გადაიქმნება ენერგიაში და ამას მოყავს ახალი კავშირების შექმნისკენ, დიდი ერთიანობისკენ და იმ დროს, როდესაც მატერია ქმნის მეტ გაყოფას, იმასთან ერთად, რაც როგორც თქვენ უახლოვდებით ერთიან ველს, თქვენ უფრო იგრძნობთ ერთიანობას, მთლიანობას, კავშირს, თქვენ გადისიდეთ იქნება ცნობიერების მაღალ დონეს, რადგან ბევრ თქვენთაგანს ის ესმის. და ეს რომ გააკეთო იმისთვის, წვრილი შევიწროებული ფოკუსისაგან უნდა გამოხვიდე, რომელიც მიმართულია მატერიაზე და უნდა დაიწყო მისი გაფართოება მატერიის სრული გაუჩინარებამდე, სადაც რჩება მხოლოდ უსაზღრო სივრცე. მატერიის მაგილად რჩება სიცარიელი და თუ ჩვენ ამდაგვარად იქცევით, ჩვენში ხსნით ცნობიერებას. როდესაც თქვენ იწყებთ ამ სივრცის შეგრძნებას, თქვენ არ ფიქრობთ. თქვენ ატიეთ ფიქრს, თქვენ იწყებთ ანალიზირებას. თუ თქვენ არ ანალიზირებთ, თქვენ ატიეთ აქტიურად განსაზღვრული ნეირონების შექმნას თქვენ ტვინში. როდესაც თქვენ არ უკეთებთ აქტივაციას განსაზღვრულ ნეირონულ კავშირებს, თქვენ იწყებთ თქვენი მეხსიერების ბანკის დაპატარებას, თქვენი იდენტობისა, რომელსაც უწოდებენ ნეოკორტექსი. აი შეიძლება შეადარო
მაგალითად ბანკები ან მაღაზიები, როდესაც არის კარგი ვაჭრობა ან კარგი klientების მოზიდვა, ისინი ფილიალებს ხსნიან და როდესაც ზარალდება ბანკი ან სავაჭრო ცენტრების პატრონები, ისინი ავიწროებენ ფილიალებს. აი ამდაგვარი სიტუაცია ხდება ჩვენ ტვინშიც. ჩვენი ტვინის ტალღები მოძრაობენ ახსნებულ მაღალ ბეტებით, ბეტ ეს არის ერთი მათემატიკური ეთეული. სადღაც საშუალო ბეტამდე, საშუალო ბეტით. შემდეგ თქვენ შეგიძლიათ რაღაც მოძრაობა მოახდინოთ. თუ თქვენ დამოკიდებული ხართ თქვენი სტრესის ჰორმონებისაგან ან თქვენ კარახუნ თქვენი ემოციები, თქვენ უეცრად ისევ ასე ვთქვათ, გადახტებით მაღალ ბეტაში, ხო? თუ თქვენ განერვიულდებით, ხართ მოუთმენელი თქვენს მიმართ, თქვენ მოგინდებათ ამ პროცესის შეჩერება. თქვენ იგრძნობთ რაღაც არეულობაში. შემდეგ ისე დაუბრუნდებით მედიტაციას და გააკეთებთ ახალ ცდილობას, მაშინ თქვენ გააფართოვებთ თქვენ გაცნობიერებას, თქვენ ტვინის ტალღები შეიცვლება და ბეტა კალფები თქვენ შეიძენთ ანალიტიკურ ტვინს ჭკუას. რა ყოფს გაცნობიერებულ ტვინს გაუცნობიერებისაგან? ანალიტიკური ჭკუა. თქვენ ახლა შედიხართ კვეთ ცნობიერების პროგრამებში. თქვენ შედიხართ საოპერაციო სისტემაში. და იმასთან ერთად თუ როგორ ფართოვდება თქვენი ფოკუსი, თქვენ უერთდებით ერთიანი ველის ენერგიებს, მის სიგნატურას, რომელიც წარმოადგენს ერთიანობას და მთლიანობას, და თქვენ იწყებთ ამ სიხშირეების დამუშავებას და მოულოდნელად ტვინი ხდება უფრო ორგანიზებული, ხდება უფრო კონკრეტული და იწყებს რიტმულად რეზონირებას და სინქრონიზირებას სხვადასხვა განაყოფები ტვინისა, რომელიც იმყოფებოდნენ ქვე განაყოფში, იწყებენ ინტეგრირებას, დგებიან ერთიანი მთლიანობად და შენ იწყებს გრძნობას, შეგრძნებას, რომ უფრო ბუნებრივი გახდი, უფრო შენი საკუთარი თავი გახდი, როგორიც ხარ, ის გახდი. ანუ შენ ხარ შენ და შენი ტვინი გამოყოფს არა მხოლოდ ალფა პატერნებს, ტალღებს ან ტეტას, არამედ პატერნები ხდება კონკრეტულები და ორგანიზებულები, ხდება ფსიქიკის გაერთიანება. აგრეთვე ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ თუ მიმართავთ ყურადღებას გულისკენ, არადა საითკენ გაქვს შენ ყურადღება მიმართული, იქ მიმართავ შენ ენერგიასაც, უსაზღვრო შესაძლებლობები კვანტური ველისა, რომელთანაც შენ ენერგეტიკულად უერთდები, შენ შეგიძლია აქვე აქეთ გადმო მისამართება გაუკეთო გულში ამ ენერგიებს. ხო, თუ ეს იგი გულისკენ მიმართავ შენ ენერგიას, შენ ყურადღებას ენერგიების გულისკენ მიიმართება. უნდა ისწავლოთ შექმნა და რეგულირება გაუკეთოთ თქვენ მაღალ ემოციებს. თავიდან ეს ემოციები დაბალ დონეზე იმყოფება, მაგრამ ხო, ეს ემოციები თავიდან დაბალ დონეზე იმყოფება ამ დონეზე და ეს ემოციები გამოვლინდება როგორც ტკივილი, სინდისის ქეჭნა, სიცხლით, ტანჯვით, სიბრაზით, იმედის გაცვლებით, წყენით, შურით, ეჭანობით, საკუთარი თავის დამცირებით. ყველაფერი ეს არის დაბალი ენერგიების ნელი სიხშირეები, მაგრამ როდესაც შენ გადადიხარ ერთიან მთლიანობაში, ენერგიაც გადადის შენ გულში და შენ იწყებ მადლიერების გრძნობა. ხო, შენ ამჩნევ, რომ შენში არის მადლიერების გრძნობა სიკეთისთვის, ანუ შენ ახიარებ სიკეთეს, შენზე ზრუნვას, სიხარულს, ბედნიერებას, ექსტაზს. ეს არის მაღალი ემოციების ჩქარი ემოციები და თქვენ დგებით, უახლოვდებით ერთიან ველს
და როდესაც ეს ენერგია ხდება ცენტრში, იმის მაგივრად რომ იყოს გამოყენებული სამი დაბალი ცენტრებით, ისინი გამოიყენება, ანუ მოიხმარება და გარდაიქმნებიან ქიმიურ ნივთიერებებში, როდესაც ეს ენერგია ხდება გულში და როდესაც გული აქტივირდება და თქვენ შეგიძლიათ ავარჯიშოთ თქვენი სხეული მაღალი ემოციების მისაღწევად. გული უცებ იძებს კონკრეტობას და იწყებს რითმიულად ცემას და როდესაც ენერგია ხდება გულში, ის შემდეგ ხდება ტვინში. ეს იმის მაჩვენებელია, როგორც ჩვენი კვლევები გვეუბნებიან, როდესაც ენერგია გულში ხდება და კონკრეტნობას იძებს, უცებ წარმოიშობა მაგნეტური განუსაზღვრელი მაგნიტური ველი. ველი ჩვენი სხეულის გარშემო ფართოვდება და შეხვდები უფრო დიდი ენერგია, მატერიით ნაკლები, ენერგიით ბევრი, უფრო დიდი ტალღებია შენი ენერგიის, მაგრამ შენი ნაწილაკები მცირდება და ეს ენერგია, ეს ამახლებული ენერგია ატარებს თავში თქვენი ჯანმრთელობის აზრებს, შეიძლება აგრეთვე თავში ატარებდეს სიმდიდრის აზრებსაც, ტანჯვას კი არ შეუძლია თქვენი ჯანმრთელობის აზრები გამოხატოს, მას აქვს სულ სხვა აზრების კრებული, სულ სხვა ცნობიერება და რაც უფრო მეც ცხოვრობ ჩვენ ემოციებით, გასაზღვრული აქვებით, მით უფრო განვიცდით დაყოფას და მით უფრო მეტი ჯობ ჭირდება იმისთვის, რომ გავაკეთოთ, მივახციოთ იმას, რასაც ჩვენ ოცნებობთ, მაგრამ თქვენი გული და ტვინი ხდება უფრო კონკრეტული და თქვენ უეცდად იწყებთ იმის შეგრძნებას, რომ თქვენ ხართ დისტანცირებული ყველასაგან და ყველაფრისაგან, ამიტომ აქ ყველა ერთმანეთთან კარგ ურთიერთობაშია, როდესაც თქვენ ცხოვრებას ცხოვრობთ როგორც სხეული, რომელიც იმყოფება ლოკალურ სივრცეში და დროში, თქვენ ცდილობთ თქვენი მომავალი იწინასამეტყველოდ და თუ ტვინი ეს არის მანქანა, თქვენი ტვინი არის წინასამეტყველების მანქანა, ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ შეეცდებით თქვენი მომავალი იწინასამეტყველოდ, თქვენ ესე იგი თქვენ ნაცნობს გად იმ უცნობ, ესე იგი ამოუცნობი მდგომარეობაზე უფრო მაღლა, ანუ თქვენ გინდათ ხო რაღაც თქვენი დაგეგმილი მოხდეს, მაგრამ თქვენ რა იცით მომავალში რა მოხდება და თქვენ, ესე იგი თქვენ დაგეგმილს აკნებთ იმ დაუგეგმავ რაღაც უცნობზე, ხომ გესმით? ხო, იმისთვის რომ თქვენი ფორმულა გამართლდეს და იმისთვის რომ თქვენ შექმნათ ტვინის და გულის კონკრეტნობა, იმისთვის რომ ეს თქვენ გამოგივიდეთ, საჭიროა სამგანზომილები რეალობის მიტოვება და შეხვდეთ ახალ დროის სფეროში, მეოთხე განზომილებაში. ეს არის სინათლის სიჩქარე, როდესაც თქვენ ხტებით არაფერი, თქვენი ყურადღება თქვენი სხეულიდან გადმოდის, ანუ თქვენ ყურადღება სხეულზე არ ხტება, ანუ თქვენ უკვე სხეულზე არ ფიქრობთ ისე როგორც ადრე ფიქრობდი, არამედ თქვენ ფიქრობთ უკვე სხვა ნივთებზე, უფრო მაღალ შეფარდებულ რაღაცეებზე, თქვენ ხტებით დროის მიღმა და ადგილის მიღმა და ხტებით არავინ. და ეს კარი, ეს ნექსუსი არის კვანტური ველი. თქვენ ახლა ხტებით სულთა ცნობიერება და გაცნობიერება, თქვენ ახლა ხტებით უფრო სიახლოვეში მარადიულ მომენტამდე, მიმდინარე მომენტისკენ ახლოს თქვენ ემზადებოდით წლები, მუშაობდით იმისთვის, რომ თქვენი იდენტურობა მოგეცილებიათ, ჩვენ მეხსიერების ბანკთან კავშირი ჩაგეხშოთ,
რომელიც აქტიურებას უკეთებდა ჩვენში დაბალ ენერგიებს და გახდარიყავით სულ სხვა ადამიანები. ცნობილება ამ სამეფოში, რომელსაც უწოდებენ კვანტურ ველს, სადაც და ამ კვანტურ ველში არ არის არაფერი მატერიალური, არის მხოლოდ სიცარიელე და უსაზღვრო მანძილი სივრცისა და ამ სივრცეში არ არსებობს არანაირი ფიზიკური და თქვენ იქ იმყოფებით სახელის გარეშე და თქვენ იქ იმყოფებით იმასობის გარეშე, თუ რა დრო გჭირდებათ ამაში ყველაფერში, რომ ამას მიაღწიოთ. იქ დრო არ არსებობს, იქ პრობლემები არ არსებობს. თქვენ იმყოფებით ისეთ ადგილზე, სადაც ისოცილებას უკეთებენ ფიზიკურს და თუ თქვენ ყურადღებას თქვენი ყურადღების ინვესტირებას არ აკეთებთ, ან თქვენი ენერგიის ინვესტირებას არ აკეთებთ საგაზომლიან რეალობაში, მოულოდნელად იღება სულ სხვა სამყარო, რომელსაც უწოდებენ კვანტურ სამყაროს, ან მეხუთე გაზომილებას. ანუ მეხუთე გაზომილება ყოფილა კვანტური სამყარო. ახლა ამ კვანტურ სამყაროში არაფერი ისეთი ფიზიკური არა, როგორც არის ჩვენ სამყაროში. იქ სამყარო შედგება ცნობებისაგან ან აზრებისაგან. ეს არის ცნობების და აზრების სამეფო და ეს აზრი არის უსაზღვრო შესაძლებლობები. რამდენი აზრი შეიძლება ქონდეს ადამიანს? უსაზღვრო რაოდენობა. რამდენი უნდა იფიქროთ? საზღვარი არ აქვს. იქ არის სფერო, სადაც ფიზიკური არა, მაგრამ შედგება სიხშირეებისაგან ან ინფორმაციისაგან, იმიტომ რომ სიხშირეებს მოაქვს ინფორმაცია, სინათლე, ვიბრაცია, ცნობიერება. და რადგან აქ არ არის არაფერი ფიზიკური, ეს სფერო არ არსებობს სადღაც ლოკალურად, რომელიღაც სივრცეში ან დროში. ჩვენ შეგვიძლია თქვათ, რომ აქ არსებობს შესაძლებლობა და არ არსებობს რაღაც ლოკალური. ეს ის არის, რაც კვანტურ ფიზიკაში ეწოდება ტალისებური ფუნქცია. თუ თქვენ აქ რაღაცას ეძებთ, თქვენ უბრუნდებით სამ გაზომილებიან სამყაროს. თუ თქვენ ცდილობთ რამის განსაზღვრას, ყველა ნივთები ბუნებაში უნდა მოხდეს, ამ შემთხვევაში თქვენ უბრუნდებით ნიუტონოვის სამყაროს. ახლა ამ სფეროში, ამ სივრცის დროის სფეროში არის უსაზღვრო შესაძლებლობების უსაზღვრო რაოდენობა, იმდენად პოტენციალური შესაძლებლობებისა, რომ ეს უცნობია, რადგან არსებობს განსაზღვრელი რაოდენობა დროსი კვანტურ სამყაროში და იქ კვანტურ სამყაროში არც მომავალი, არც წარსულია, იქ მხოლოდ ამწყო დროა და როდესაც თქვენ მიაღწევთ ამ წერტილს, თქვენ იწყებთ კვანტურ ველთან გაერთიანებას და უცებ თქვენ გრძნობთ ნაკლებად გრძნობთ ამ დაყოფას უბრალოდ თქვენ იწყებთ უფრო ერთიანობის შეგრძნებას, თქვენ იწყებთ მთლიანობის შეგრძნებას, თქვენ იწყებთ რაღაც დიდთან გაერთიანებას და თქვენ იწყებთ ენერგიებთან გაერთიანებას და თქვენ თავს აკავშირეთ ნაკლებად უკვე მატერიასთან ან რამე ნაცნობთან, რაც თქვენთვის მისაღები იყო მაგალითად წარსულში. ახლა არის ერთადერთი გზა, კვანტურ ველში არ არსებობს სივრცე, არ არსებობს დრო, ეს არის ექსპერიმენტი, აქ არის ორი ფოტონი და იმათთან ნახევს ერთმანეთი. ერთმა უთხრა მეორეს, მომისმინე, მე მომწონს შენი ნაწილაკები, მეორე მოპასუხა, იცი რა, მეც მომწონს შენი ნაწილაკები და მოილაპარაკეს, შეხდნენ და შეთვალონ ინფორმაცია და როდესაც ისინი შეხდნენ ერთმანეთს, დაიწყეს ინფორმაციის შეცვლა-გამოცვლა და მათ შორის გაჩნდა კავშირი ერთმანეთთან. შემდეგ მათ ერთმა ერთმანეთს უთხრეს, კარგი, მოდი დავშორდეთ და დავშორდეთ სხვადასხვა მხარეს, სამყაროს სხვადასხვა მხარეს, ერთი ერთ მხარეს წავიდა, მეორე მხარეს წავიდა და მათ გაანადგურესო ერთმანეთის ნაწილაკები აქ. ამავე დროს მომენტში, როდესაც ეს ნაწილი
ამ ნაწილმა უпростоრად ფოტონისმა განადგურა მეორე ფოტონის ნაწილაკები, მეორე მაგნიტზე განადგურა ამ ფოტონის ნაწილაკები და ერთდროულად გაქრენ იმავე მომენტში, მაგრამ მეორე მხრივ ორივე მხარეს გაქრა ნაწილაკები რაღაც წამით, მოგვიანებით, რაღაც მილი წამებით, მოგვიანებით, მაშინ ამ ნაწილს დასჭირდა ინფორმაცია იმ ნაწილისაგან და ეს ინფორმაცია მოძრაობდა სივრცის მეშვეობით, რაც ქმნის დროს. და ამ ხარეებს, ამ ნაწილაკების ხარეებს თუ ამ ხარეებსო გაუქრავო ერთმანეთის ნაწილაკები ერთდროულად, ერთნაირად, მაშინ მათ შორის არსებობს სივრცე, ხო? ეს ნიშნავს, რომ სფერო დროის სივრცის მიღმა არის, სადაც არ არის გაყოფა და თუ სივრცე აქ არ არსებობს და დროც არ არსებობს და ყველაფერი არსებობს მარადიულ ამ ტყოში. გესმით? და ჩვენ გძნობთ მოძრაობას ამ სფერის გავლით. თითქოს არსად არ გადავადგილდებით. თითქოს არსად არ მივდივართ. ჩვენ არ შეგვიძლია არსად მოძრაობა, იმიტომ რომ წასაცდელი არსადაა. არც სივრცე არსებობს, სადაც შეგვიძლია გადაადგილება, რადგან არ არის თვით სივრცე. და სადაც არ არის სივრცე, იქ შეუძლებელია არსებობდეს დრო. თქვენ იმყოფებით ყველა წყაროსთან და ყველაფერი, რისი გაკეთება თქვენ შეგიძლიათ, ეს ისაა, რომ შეგიძლიათ თქვენი სიხშირეები შეცვალოთ, ან თქვენი ცნობიერება შეცვალოთ, ან თქვენი ენერგიის ცნობიერება შეცვალოთ. და როდესაც თქვენ ამას აკეთებთ, თქვენ შეგიძლიათ იმოძრავოთ დროში, შეგიძლიათ შეიგრძნოთ სივრცე, ვიბრაციებთან, ან სიხშირეებთან, ცვლილებებთან ერთად. თქვენ, ესე იგი, გარბი ხართ ერთი წერტილიდან მეორე წერტილში იმისთვის, რომ გაიაროთ ეს მანძილი, ამას გეჭირდება დრო. თუ ჩვენ მოძრაობთ ჩქარა, ნაკლები დრო დაგჭირდება, თუ ჩვენ მოძრაობთ ნელა, მეტი დრო დაგჭირდება. ამ სფეროში კი არ არის ადგილი გადასაადგილებლად, ყველაფერს რასაც თქვენ აკეთებთ, ეს ცვლით თქვენ სიხშირეს, ცვლით სიხშირეს უფრო ჩქარ სიხშირეზე, ამის შედეგად თქვენ გრძნობთ სხვა განზომილებას, სხვა დროს და ეს სიხშირეები, რომლებიც არსებობს მარადიულ ამტყო მომენტში, არის უსაწყო რაოდენობა, არის სიხშირე ჯანმრთელობისთვის, ჯანმრთელობის სიხშირე უпростоრად, არის სიმდედრის სიხშირე, არის ახალი ურთიერთობების სიხშირე, არის ახალი სამუშაოს სიხშირე, მისტიკური გამოცდილების სიხშირე და ისინი არსებობენ როგორც სხვადასხვა განზომილებები. ამ ურთიერთობის ასრში, როგორც ჩვენ საუბრობდითო, ამ კვირას გახსოვდეთო, რომ ჩვენ მივდივართო მაგალითად სავაჭრო ცენტრში და იქ არის დიდი სარკე, ყველგან სარკეებია და იქ ჩვენ ვხედავთ ჩვენ თავს ამ სარკეებში, ვხედავთ უამრავ მეს ამ სარკეებში, მრავალ მეს, ყველგან ჩვენ ჩანვართ, ხო? აი ეს არის განზომილება. თუ ჩვენ მივდივართ დიდ სავაჭრო ცენტრში და ჩვენ ვხედავთ დიდ სარკეს და ბევრ მრავალ დიდ სარკეს და თქვენ იყურებით ამ სარკეებში, თქვენ ხომ უსაწყო თქვენ თავებს ხედავთ იქ, ხო? აქაც არსებობს უსაზრო თქვენი რაოდენობა და ეს არის სხვადასხვა განზომილება. ესე იგი, ამ განზომილებების შესაძლებლობა ერთ-ერთ განზომილებაში ის სადაც პრობლემები არ არსებობს, სადაც გამოწვევა არ არსებობს,
ხო, იცით რა? ეს ვიდეო ძალიან გრძელია. ჯერ შუამდე არ ვარ მისული და მე გადავწყვიტე ორ ნაწილად გამიყო, თუ მეყოფა ორი ნაწილი, ორ ნაწილად გაყოფა. ალბათ სამი ნაწილი გამოვა, იმიტომ რომ მე არ ვამოკლებ ამ ვიდეოს, რადგან ეს თვითონ თემა არის ძალიან საინტერესო და მე თუ ეს კი რაღაც ახლა 2 და 3 1 წელიწადება 2 წელიწადება არაფერს თვის, მაგრამ მე ეს შეუძლებელია შემცირება იმ დოზით, როდესაც მე მინდა, იმიტომ რომ აზრი დაეკარგება. აქ საუბარია ისეთ თემაზე, რომ შემოკლება არ გამოვა. ამიტომ მე გადავწყვიტე ნახოთ ჯერ ამას ავტორთა, შემდეგ ნახოთ. ალბათ კიდევ 3 ვიდეოთ გამოვა ეს. უბრალოდ მაპატიეთ რა სამი ახლა რომ ვამბობ. ალბათ მე ამას დავყოფ 3 ნაწილად, იმიტომ რომ არ მგონია ორში ჩავეტიო. კარგით, მოდი ჯერ ეს ავტვირთოთ. მადლობა ყურადღებისთვის. დროებით.